გარდა იმისა, რომ ზოგადად ადამიანს განსასწრებელი ამ სამყაროში აქვს ყველას, ამას ემატება საკუთრივ ქრისტიანული განსასწრელი, როდესაც ბოროტი სული მიზანმიმართულად იბრძვის ქრისტიანის წინააღმდეგ, რომ როგორმე ქრისტეს ომი მოუგოს კონკრეტული ადამიანის გულში. იმისათვის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავემარჯვოთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება, რაც ჩვენ უნდა გქონდეს, არის ერთმანეთისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება, რომელიც სიყვარულად იწოდება. ეს სიყვარული არ არის ადამიანური სიყვარული. როცა საუბრობს უფალი ამას გამცნებ თქვენ რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ეს ის სიყვარულია, რომელიც ახალმცნებად იწოდება. ეს სიყვარული ღმერთის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. ვიტყვი პრინციპულად, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. აი ეს სიყვარული მხოლოდ ეკლესიის წიაღში არსებობს. ეს სიყვარული მხოლოდ ღმერთია. ღმერთის გარეშე ეს სიყვარული არ არის. ქრისტიანული სიყვარული არ უკავშირდება ეგოისტურ სიამოვნებას, ის უპირველეს ყოვლისა უკავშირდება არა სიამოვნებას, არამედ ავგანწირვას. ამიტომაც არის, რომ სიყვარულის უმთავრესი სიმბოლო სამყაროში არის ჯვარი.